ვიდეო ანონსი ვნახოთ გადაცემის თემების შესახებ. თბილისის ცენტრში ცოტა ხნის წინ ხევსურეთი გაცოცხლდა. მთის ფოტოები, ლექსები მთაზე, კაფეები, ცეკვა სიმღერა და ხევსურული სამოსის ნაკეთობების გამოფენა გაყიდვა. ბზიურში წელს უკვე მეორედ ხევსურული საღამო გაიმართა. ამ კუთხის წარმომადგენლები და მოყვარულები დაესწრნენ. ღონისძიება წელს იმდენად მასშტაბური იყო, რომ ორგანიზატორებმა გადაწყვეტილებაც მიიღეს. 2009 წლის 26 ივნის აქციაში არა მხოლოდ ხევსურები, არამედ სხვა მთიელებიც ჩაერთვებიან და სახელწოდებაც ახალი იქნება მთის საჩუქრ ბარს. წელს კი ფოლკლორულ საღამოზე, რომელიც ხევსურების ტრადიციებით ჩამოიფარგლა, ლადო ჭინჭარაულის ლექსების და თეონა ქუმსიაშვილის სოლო ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. გამოფენა გაყიდვაზე კი ხევსურულ ტანსაცმელთან ერთად ხელნაკეთობანიც გამოიტანეს. და მე ვფიქრობ ღირსეულთან იმისთანა გამოიწვია ფართო რეზონანსი მოიპარო არა მარტო ხევსურეთ, არამედ საქართველოს თითქმის რეგიონის შეიკრიბა აქ და წელს თქვია ხევსურული საღამო, თუმცა მომავალ წელს ალბათ უკვე დავაქვთ მთის საჩუქრს თბილის. ალბომი, რომელიც დიდი ხანი ამიტომ რომ გამოსულიყო, ძირითადად საკუთარი ტექსტებით და მელოდიებით ამ ხალხთან ერთად, მთის მომღერლებთან, მთის შემსრულებლებთან ერთად უფრო საინტერესო და კარგია, რა ვიცი.